გამარჯობა, ამ ვიდეო გაკვეთილში ვაგრძელებთ ფორმატ ჩანართის ბრძანებების განხილვას. განვიხილოთ შემდეგი ჩანართი bullets and numbering. სადაც ჩვენი LibreOffice გვთავაზობს სტანდარტულ სტილებს. ასეთი ეფექტებით შეგვიძლია მივცეთ სხვადასხვა სახე ჩვენ ლისტს. შემდეგი ჩანართია page. გადავიდეთ ფორმატში და გავხსნათ page. რომელიც ასევე გვთავაზობს გარკვეულ სტილებს ჩვენი გვერდებისთვის. Organizer ბრძანებაში. Page-ში შეგვიძლია მივუთითოთ ფორმატი A4, A3, B6, A-ისა და ასე შემდეგ. გვერდის სიგრძე და სიგანე. ორიენტაცია, პორტრეტი თუ ლანდშაფტური. ასევე შეგვიძლია განუსაზღვროთ margins, ანუ საზღვარი ჩარჩოდან ტექსტამდე. Background ჩანართი სტანდარტულად განსაზღვრავს უკანა ფონის ფერს. შემდეგი ჩანართი არის header-ი და footer-ი, რომელიც განსაზღვრავს ზედა და ქვედა კოლონ-ტიტულების პარამეტრებს. Borders ჩანართი კვლავ თავისი სტანდარტული ბრძანებებით, რომელიც წინა გაკვეთილებშიც არაერთხელ განვიხილეთ. ჩანართი columns. გადავიდეთ მასზე და ვნახოთ რას აკეთებს ის. ის განსაზღვრავს ცვეტების რაოდენობას და გვთავაზობს ტექსტის რამოდენიმე სტილს. და ბოლო ჩანართი, ეს არის footnote, რომ გავაკეთებს სკოლიოს მისი პარამეტრების განსაზღვრა, ანუ სად დავსვათ, განსაზღვროთ მისი ფერი და ასე შემდეგ. Format ჩანართის შემდეგი ბრძანება title page. შევიდეთ მასში და განვიხილოთ ის. არის სათაურის გვერდები, რომელიც შეგვიძლია განსაზღვროთ ნებისმიერი გვერდიდან. აქვს ასეთი ბრძანება: შეწყვიტოს გვერდების დანომრვა, როდესაც შეხვდება სათაური გვერდი და ასევე ბრძანება დაუნიშნოს გვერდის ნომერი პირველი სათაურ გვერდს. ფორმატის დანარჩენ ბრძანებებს კი შემდეგ ვიდეო გაკვეთილებში განვიხილავთ.